სამი ლურსმანი, ჯვარცმის საიდუმლო და დაკარგული რელიქვიები. იცოდით, რომ არსებობს უძველესი ლეგენდა სამ ლურსმანზე, რომელთაგან ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად თავად კონსტანტინე დიდის მუზარადში იყო ჩაჭედილი, რათა მას ბრძოლებში უძლეველი ძალა ქონოდა. ქრისტიანული ტრადიციით იესო ქრისტე ჯვარზე სამი ლურსმნით გააკრეს, ორი ხელებისთვის და ერთი გადაჯდობილი ფეხებისთვის, თუმცა არსებობს ისტორიული დავა. ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, რომ ლურსმანი სულ 4 იყო. 326 წელს, როდესაც წმინდა ელენემ იერუსალიმში ნამდვილი ჯვარი აღმოაჩინა, მასთან ერთად იპოვეს ეს წმინდა ლურსმნებიც, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში არაერთი სასწაული მოახდინეს. მისტიკურია ის ფაქტი, რომ ამ რელიქვიების ნაწილები მთელ მსოფლიოში გაიბნა. ერთ-ერთი ლურსმანი რკინის გვირგვინში ჩააჭედეს, რომლითაც ევროპის მონარქები იკურთხებოდნენ. ადამიანებს ჯეროდათ, რომ ეს ლითონი ფლობდა ზებუნებრივ ძალას, მას შეეძლო დაეშოშმინებინა ზღვის შტორმი და განეკურნას ნეულნი. საქართველოშიც, სვეტიცხოვლის ტაძარში, ინახება უფლის კვართთან ერთად ერთ-ერთი ლურსმანი, რაც ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულ სულიერ დანიშნულებას სცემს. ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს სამი ლურსმანი სიმბოლურად ადამიანის სულის, გონებისა და სხეულის ერთიანობას განასახიერებს, რომელიც რწმენით არის მიჭედებული მარადისობაზე. ისინი გვახსენებენ, რომ უდიდესი ტკივილის მიღმა ყოველთვის დგას აღდგომისა და გადარჩენის იმედი. ეს არის სიმბოლო, რომელიც 2000 წლის შემდეგაც კი კაცობრიობისთვის სულიერი სიმტკიცის უდიდეს ნიშნად რჩება. წამოიდგინეთ, რომ გეძლევათ შანსი მხოლოდ ერთი წამით შეეხოთ ამ წმინდა რელიქვიას და იგრძნოთ ის ენერგია, რომელსაც ის ატარებს, მაგრამ სანაცვლოდ მთელი ცხოვრება დუმილის აღთქმა უნდა დადოთ. გაიღებდით ამ მსხვერპლს უხილავ სამყაროსთან ასეთი უშუალო შეხების სანაცვლოდ. დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. გჯერათ რელიქვიების სასწაულმოქმედი ძალის. გამოიწერეთ დროის მიღმა.